აი მე რო თქვენ გითხრათ თქვენ მაფიოზი ხართ თქვენ ჩემთან საქმეს დაიჭერთ ელემენტარულ მაგრამ როცა სახელმწიფოს დონეზე ხდება ეს ყველაფერი და მართლა უძლიერეს ფარმაკოლოგიურ კომპანიებს ეძახი რომ მაფიოზები ხართ და აფერისტები ხართ იქ უკვე კონტაქტი ძალიან რთული იქნება თუმცა კიდევ ვამბობ რომ ეს გაკეთებადია პოლიტიკური ნება და მხოლოდ პოლიტიკური ნება ჭირდება რომ ეს საკითხი ძალიან სწრაფად მოგვარდება არ არის ეს პოლიტიკური ნება ეხლა გასაგებია რომ სარჯველაძეს არც არავინ ეკითხება აძლევენ დავალებას და ამ დავალებას ასრულებს და როდესაც ყობახიძემ გუშინ უცებ დაიწყო საუბარი პრაგმატიზმზე და მოქალაქეების თანხების დაზოგვაზე უკაცრავად პრემიები რომ დაუნიშნეთ მინისტრის მოადგილეებს დეპარტამენტის ხელმძღვანელებს ეს არ არის ჩვენი ფული რაში დაუნიშნეთ არაფრის კეთებაში ყოველწლიურად მანქანებს რო ყიდულობთ უძვირეს ყველაზე ესეთ მოდიფიკაციებს ეს არ არის ჩვენი ფულის ხარჯვა. როდესაც თქვენი ჩინოვნიკები ერთ ავსში ორ ავს ათავსებენ მოცულობით საწვავს. მოდი ამაზე იფიქრეთ, აქ არის ბავშვის სიცოცხლეზე საუბარი. ყველაზე ძვირფაზე რაც შეიძლება იყოს. ახალი თაობა ბავშვები ეს არის ყველაზე დიდი სიმდიდრე ქვეყნის. ისედაც რა დღეში ვართ იცით ხო? დემოგრაფიული პრობლემა არის. მინდა მიგაბრუნო ერთ მნიშვნელოვან თემასთან. პირადად ჩემთვის როგორც რიგითი მოქალაქისთვის მე მზად ვარ ჩემი გადახდილი გადასახადებიდან მათ შორის გავიღო თანხა მცდელობაზე. რომ მე აი მორალურად არა მარტო როგორც მორწმუნე ადამიანი, როგორც უბრალოდ ადამიანმა მე არ დამრჩეს აი შეგრძნება რომ რაღაცა შესაძლებელი იყო თუნდაც 1% და არ ვცადეთ ბავშვების გადასარჩენად. მაგრამ აქ საუბარი არის უკვე ძალიან სერიოზულ შედეგებს. მათ შორის საუბარი არის მედიკამენტზე, რომელიც თითქოს ახლა უნდა იყოს დაკვირვების ფაზაში და შეისწავლიან, რომელზე ჩვენმა ჯანდაცვამ ამის რომ გასცა რეგისტრაციის მოწმობა. აგერ რეგისტრაციის მოწმობა, ერთ-ერთი წამოვიღე რეგისტრაციის მოწმობა. ერთ-ერთი ანუ სამია ესე. თან რომელზე ეს არის ეგრეთ წოდებული exoskiping-ის ანუ გენური ინჟინერი, რომელიც ყველაზე რთული მედიკამენტებია, ყველაზე შეიძლება ისე კარგად არ არის შესწავლილი. ამაზე გასცეს. გაცემულია, ესე იგი, მე რომ მოვინდომო, მე საქართველოში ვიყიდი ამ წამალს, შემოვითან და გამოვიყენებ. ანუ ისინი უბრალოდ დღისით ატყუებენ. დიახ, ეს იყო, აი ეს არის როგორი ტყუილი. ეხლა ტყუილის დრო არ არის. ეხლა არის მყისიერი, ძალიან მყისიერი აქტიურობის დრო. 2 წელიწადი ეს ადამიანები ელოდებოდნენ და საუბრობდნენ და მე როდესაც არაფერი არ გამოვიდა და ერთმა კოცმა მითხრა ამისთვის ესო კაბინეტში უნდა წდებოდესო და არა ქუჩაშიო. ბატონო, ამ ხალხსაც უნდა რომ კაბინეტში ცივილურად გადაწყდეს ეს ყველაფერი. მედიკამენტები განსაკუთრებით არასტეროიდული და ასტეროიდული მედიკამენტები გამოიყენება პრაქტიკულად მთელ ევროპაში. სადაც არ გამოიყენება, იმათმაც დაიწყეს მოლაპარაკება წარმოებელთან. პირველი ნაბიჯი არის რომ უნდა ვაღიაროთ და მეორე ნაბიჯი არის წარმოებელთან მოლაპარაკება. და შედეგები არის ძალიან კარგი. მართლა ძალიან კარგია. ერთ-ერთი სტეროიდული მედიკამენტი შემოდის ახლა საქართველოში დასახელებას არ ვიტყვი, მაგრამ თავის დროზე იყო კარგი მედიკამენტი იყო, იმ დროისათვის პროგრესული, მაგრამ იმდენი გვერდითი მოვლენები აქვს. ეს არის სტეროიდული დიაბეტი, ეს არის ძვლების დაშლა, ეს არის ჰორმონალური ფონის მოშლა. გამოვიდა ახალი გერმანული პრეპარატი, რომელსაც მართლა ძალიან მაგარი შედეგები აქვს და რაც თავარია გვერდითი სულ რო იძახიან გვერდითი მოვლენები არ აქვს ამ მედიკამენტს ესეთი რთული გვერდითი მოვლენები იმისგან განსხვავებით რაც ახლა შემოდის საქართველოში იტალიური მედიკამენტი არასტეროიდული იყენებენ ევროპის უმრავლეს ქვეყანაში და მე სულ რა შეკითხვა მაქვს ესე იგი სარჯველაძე და მისი ადავარქვა არ ვიცი კომპანია უფრო ზრუნავენ თურმე ვიდრე მშობლები ზრუნავენ თავის ბავშვებზე და უფრო ზრუნავენ ვიდრე იტალიის, გერმანიის, საბერძნეთის, ბრიტანეთის, ესპანეთის მთავრობები. იმათ არ უყვართ თავის ბავშვები, თავის ქვეყნის ბავშვები და ისინი ცდილობენ რომ ზარალი მიაკეთონ. და როდესაც ჩვენ უნდა შევისწავლოთ და ვინ უნდა შეისწავლოს, აპარატურა გვაქვს, გამოცდილება გვაქვს. შესწავლა არის ის რომ ჩახვიდე დაელაპარაკო ნახო მათ ჩატარებული ვინ უნდა შეისწავლოს აი ეს ჩვენ უნდა შევისწავლოთ სარჯველაძემ თუმცა გია ჩაგარეიშვილმა მოადგილე რო ყავს აგრონომი ვინ უნდა შეისწავლოს